იმ წამს, როცა პირს რაიმეს ასახსნელად აღებ, უკვე წაგებული ხარ. წარმოიდგინე, ისმის ბრალდება, დახვეწილი შენიშვნა სადილზე, შენი კომპეტენციის ეჭქვეშ დაყენება შეხვედრაზე. საყვარელი ადამიანი შენს სიტყვას უდრირებს. გრძნობ როგორ გიხუს მკერდი, კორტიზოლი მატულობს. შენი ტვინი ყვირის, რომ ვერ გიგებენ, რომ სიმართლეს ამახინჯებენ, რომ სასწრაფოდ უნდა გამოასწოროეს. ამიტომ იწყებ ლაპარაკს, განმარტავ, ამართლებ შენს მოსაზრებას, კონტექსტს თავაზობ და ზუსტად იმ წამს შენ მათ გუნდზე გისერზდებ. იმიტომ რომ სამყარო შენი სიტყვების ჭეშმარიტებით არ განგსჯის. ის განგსჯის მიწოდების სასოწარკვეთილებით. ვინც ხსნის, ის ემორჩილება. ვინც თავს იცავს, ის იღებს სხვა ადამიანის უფლებამოსილებას, რომ განსაჯოს იგი. ძალაუფლება არ არის იმაში, რომ მართალი იყო. მთავარია, ვინ ფლობს ჩარჩოს. და იმ წამს, როცა თავს იცავ, შენ მათ ჩარჩოში შედიხარ. ხდები ბრალდებული მათ სასამართლო დარბაზში. მაგრამ რა მოხდება თუ არ დაიცავ თავს? რა მოხდება თუ თავდასხმის დროს გააკეთებ იმ ერთ რამეს, რაც მანიპულატორს ყველაზე მეტად აშინებს? ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას ემოციური თოჯინის როლში ატარებს. მათ სხვა ადამიანების მოსაზრებების ძაფები ეკაჩებათ. ვიღაც იჭმუხნება, შენ ბოდიშს იხდი, ვიღაც გადანაშაულებს, ახსნას იწყებ. ცხოვრობ მუდმივ რეაქტიულ თავდაცვაში და ცდილობ დაამტკიცო, რომ კარგი, ჭკვიანი ან ღირსეული ხარ. ეს არსებობის საშინელი გზაა. ეს არის შენი სულის ნელი დახჩობა. მაგრამ არსებობს სხვა გზა. სამყაროში გადაადგილების გზა, რომელიც ისეთი მოწყვეტილი, ისეთი სუვერენული და ისეთი ფსიქოლოგიურად შეუღწევადია, რომ შეურაცხყოფა უბრალოდ არ გეკარება. ის იშლება, სანამ მოგწვდება. ეს არ არის სიცივე, ეს არ არის კედმაღლობა. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება იმაში, თუ საიდან იღებ შენს რეალობას. დღეს ჩვენ გავაანალიზებთ თავდაცვის ფსიქოლოგიას. განვიხილავთ, თუ რატომ ღალატობს შენი ბიოლოგია ამ მომენტებში და როგორ გადალახოთ ის სტრატეგიით. მე გაჩვენებ, როგორ შეცვალა ძალაუფლების დინამიკა მყისიერად, როგორ აიძულო თავდამსხმელს ეჭვი შეიტანოს საკუთარ საღაზრში, როგორ გამოიყენოს სიჩუმე არა როგორც ხმაურის არარსებობა, არამედ როგორც მასობრივი განადგურების იარაღი ვინმეს ეგოს წინააღმდეგ. მაგრამ გაფრთხილებ, ეს მოითხოვს მოკლა საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელსაც ბავშვობიდან კვებავ, ნაწილი, რომელიც გევედრება გაგებას, ნაწილი, რომელსაც სჭირდება ნებართვა. თუ ამ მოთხოვნილებას მოკლავ, საშიში და ხელშეუხებელი გახდები. მაშასე, დავიწყოთ. რატომ ხდება, რომ როდესაც ვინმე გიწევს, შენი პირველი ინსტინქტია უდანაშაულობის მტკიცებულებების წარმოქმნა? ეს ბავშვობიდან მოდის. გაიხსენე, როცა 5 წლის იყავი და მშობელი ან მასწავლებელი რაღაცაში გადანაშაულებდა. რა იყო დასჯისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა? ახსნა. მე არ გამიტეხია, თვითონ გადმოვარდა. მან პირველმა დამარტყა. შენ ისწავლე, რომ ავტორიტეტულ ფიგურებს აქვთ განსჯის ძალა და ისწავლე, რომ შენი გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რომ დაარტმონო ეს ავტორიტეტული ფიგურა, რომ კარგი ხარ. პრობლემა ის არის, რომ შენ გაიზარდე, მაგრამ შენი ფსიქიკა არა. დადიხარ სამყაროში და ამ ავტორიტეტულ ფიგურას ყველაში ხედავ, ვისაც ხვდები. უფროსი, პარტნიორი, უცნობი, ინტერნეტში, მტრებიც კი. როდესაც თავს იცავ ვინმესგან, ქვეცნობიერად ამბობ. შენ ხარ მოსამართლე, მე ვარ ბავშვი. გთხოვ, მიიღო ჩემი თხოვნა, რომ კვლავ უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი. სისუსტის სუნი აზდის და ადამიანებს, პრიმიტიულად როგორებიც სამწუხაროდ ბევრია, შეუძლიათ იგრძნონ მორჩილების სუნი კილომეტრის მოშორებით. მაკიაველი წერდა: ბევრად უფრო უსაფრთხოა შენი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდე. ეხლა ეს თანამედროვე სოციალურ დინამიკაზე გადავთარგმნოთ. ბევრად უფრო უსაფრთხო იყო პატივცემული, ვიდრე გაგებული. როდესაც თავდაცვას ჩქარობ, პატივისცემაზე მეტად გაგებას ანიჭებ უპირატესობას. ამბობ, გთხოვ გამიგე, გთხოვ დაინახე ჩემი განზრახვა, მაგრამ მეფე გლეხს თავის ბრძანებას არ უხსნის. ლომი ილემს ნადირობას არ ასწავლის. იმ მომენტში, როდესაც იწყებ ბოდვას, მიზეზების მოყვანას, ტექსტების ჩვენებას, წარსული მოვლენების წამოწევას, შენი აზრის დასამტკიცებლად, აჩვენებ, რომ შენი შინაგანი სტაბილურობა მათ თანხმობაზეა დამოკიდებული. ამით მათ შენი სახლის გასაღები გადაეცი და როგორც კი ეს გასაღები ექნებათ, შეუძლიათ სახლი გადაწვან, როცა მოესურვებათ. ეს არის საკუთარი თავის გამართლების მახე. გჯერა, რომ თუ საკმარისად ნათლად აუხსნი, ისინი იტყვიან: ეხლა გასაგებია, მართალი ხარ, ცდებოდი. რამდენად ხშირად ხდება ეს სინამდვილეში? თითქმის არასდროს. რადგან თავდასხმა არასდროს ხდება ფაქტების გარშემო. ეს ძალსახად ძალაუფლების საკითხია. მათ არ დაგადანაშაულეს, იმიტომ რომ სიმართლის დადგენა სურდათ. მათ დაგადანაშაულეს იმის სანახავად, გადახდებოდი თუ არა და შენ გადახდი. ხელშეუხებლობის პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ სასამართლო დარბაზი არ არსებობს. არ არსებობს მოსამართლე. არ არსებობენ ნაფიცი მსაჯულები.
არსებობ მხოლოდ შენ და შენი რეალობის აღქმა. როდესაც შეწყვეტ სხვა ადამიანების მოსამართლეებად წარმოდგენას, მათი ბრალდებები წყვეტს სასჯელის მსგავსად ჟღერადობას. ისინი ხდებიან მოსაზრებები და მოსაზრებები მხოლოდ ხმაურია. მაშ, რა ხდება, როდესაც არ ხდები? წარმოიდგინე სცენარი. ვიღაც გეუბნება, რომ საშინელი ეგოისტი ხარ. შენი ძველი ვერსია იტყოდა, მე ეს არ დამიმსახურებია. გუშინ ეს და ეს გავაკეთე შენთვის და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინე ასეთი მიდგომა. როცა გეუბნებიან, რომ წარმოუდგენლად ეგოისტი ხარ, შენ უყურებ მას. თვალებში კონტაქტს ინარჩუნებ. არ ახამხამებ. სახეს სრულიად ნეიტრალურს ინარჩუნებ. სიჩუმეს ჰაერში კიდევ 3, 4, 5 წამის განმავლობაში. იცი რა ხდება ამ სიჩუმეში? ეს არის ფსიქოლოგიური ვაკუუმი. ადამიანის twins ეშინია სიჩუმის კონფლიქტის დროს. ეს მიანიშნებს, რომ მეორე ადამიანი არ თამაშობს შეთავაზებულ თამაშს. როდესაც დუმხარ, შენ მათსავე ენერგიას უკან ასახავ. აიძულებ იჯდეს დაძაბულობაში, რომელიც თავად შექმნა. ჩვეულებრივ ასეთ დროს ის იწყებს ჩამოშლას. კვლავ იწყებს ლაპარაკს სიცარიელის შესავსებად. მე ვიგულისხმე, რომ ყოველთვის ეგოისტი არ ხარ, მაგრამ ეხლა რატომ მიყურებ ასე? იწყებს საკუთარი თავის დაცვას შენი დუმილისგან. ძალაუფლება შეიცვალა. ეს არის მეთოდი, რომელიც იარაღის დონემდეა აყვანილი. შენ ხდები სიცარიელე. სიცარიელეზე თავდასხმა შეუძლებელია. ვერ დაარტყამ ნისლს და ვერ გაჭრი წყალს. თავდაცვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარის თქმით, ახდენ მათი წონასწორობიდან გამოყვანას. ეს მოითხოვს უზარმაზა შინაგან კონტროლს, რადგან შენს შიგნით ამ დროს ეგო ხვირის. უკან რატომ დაიხიე? თქვი რაიმე ჭკვიანური, მიუჩინე ადგილი ამ ვირიშულს. გახსოვდეს, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანი არის ის, ვისი წაკითხვაც შეუძლებელია. როდესაც თავს იცავ, ავლენ შენ ზრილებულებებს, ავლენ იმას, რაც გტკივა, ავლენ შენს სამართავ ღილაკებს. როდესაც ხვირი მესულელი არ ვარ, ამით ამბობ, რომ შენი სისუსტე ინტელექტზე აპელირებაა. მე ცუდი ადამიანი არ ვარ, ამბობ, რომ შენი დაუცველობა ზნეობრივი მდგომარეობაა. დუმილი არაფერს ავლენს. ეს ბნელი სარკია და როდესაც მასში იყურებიან, მხოლოდ საკუთარ აგრესიას ხედავენ და ეს მათ დისკომფორტს უქმნის. აგრძნობინებს, რომ განსჯიან, რაც ირონიულია, რადგან შენ სიტყვაც არ გითქვამს. ზოგჯერ დუმილი საკმარისი არ არის, ზოგჯერ სიტუაცია საუბარს მოითხოვს, მაგრამ არასდროს თავდაცვით სიტყვებს. თუ ლაპარაკი გიწევს, არასდროს დაუპირისპირდე ძალას. გამოიყენე საუბრის აიკიდო. ბნელ ფსიქოლოგიაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც ქვია დაეთანხმე და გააძლიერე. ის ქმნის შემტევში კოგნიტური დისონანსის მდგომარეობას. თუ ვინმე რაღაც აბსურდულში გადანაშაულებს, საკუთარი თავის დაცვა ამართლებს აბსურდულობას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბრალდება საკმარისად სერიოზულია, რომ პასუხი გასცე. ამის ნაცვლად შენ მას უნდა გადააჭარბო, სანამ ის კარიკატურად არ გადაიქცევა. ის გეუბნება, ფულით ხარ შეპყრობილი, ხარბი ადამიანი ხარ. ემოციური პასუხი იქნება, არა, არ ვარ, უბრალოდ მინდა ჩემი ოჯახი უზრუნველყო. მოსაწყენი, პროგნოზირებადი, სუსტი. მე კი გირჩევს ცადო. კარგი ხო, გამომიჯირე. ყოველ საღამოს სოლომონ მეჯღანუაშვილივით ფულის თვლით ვარ დაკავებული და თითებზე კანი გადამცდა. ამას ამბობ გულგრილი სახით ან ოდნავ მხიარული ღიმილით. ხვდები ამით რა გააკეთე. შენ უარი თქვი შეურაცხყოფაზე. დაამტკიცე, რომ ამ თემის გამო თავს დაუცველად არ გძნობ. სერიოზული შეტევა ხუმრობად აქციე. დაადგინე, რომ შენ ხარ ის, ვინც რეალობას აყალიბებს და არა ისინი. ეს თავდამსხმელს იარაღს ართმევს. მათ შენი დაზიანება უნდოდათ. სამაგიეროდ შენ აიღე მათი დანა და ვაშლის გათლა დაიწყე. ეს მხიარულ ოსტატობაზე მიანიშნებს. მხიარული ოსტატობა მაღალი სტატუსის საბოლოო მდგომარეობაა. ეს არის მშობლის დამოკიდებულება, რომელიც უყურებს, როგორ დგამს პატარა ბავშვი ისტერიკას. შენ არ ბრაზდები პატარა ბავშვზე, არ კამათობ პატარა ბავშვთან. დრამა გაგართობს, რადგან იცი, რომ უსაფრთხოდ ხარ. როდესაც თავს იცავ, შენს იატაკზე წვები და პატარა ბავშვთან ერთად ყვირი. ეგ არ ქნა, ადექი, დაიხედე ქვემოთ, გაიღიმე. რობერტ გრინი ძალაუფლების 42 კანონში საუბრობს 25 კანონზე, ხელახლა შექმენი საკუთარი თავი. ამის ნაწილია იმ იდენტობის უარყოფა, რომლის თავს მოხვევასაც სხვები ცდილობენ. როდესაც იარლიხს კაცებებენ, ისინი ცდილობენ ყუთში ჩაქსვან. თუ ებრძვი, ყუთთან ურთიერთობ. ხოლო თუ ამ ყუთს დასცინი, მას ხსნი. თავშოთ ვიღაც გეუბნება, რომ შენ ამპარტავანი ხარ. პასუხობ, მერჩივნა მომხიბლელად თავდაჯერებული გეწოდებინა, მაგრამ კარგი. თქვაც გეუბნებიან, არავინ გაინტერესებს საკუთარი თავის გარდა. პასუხობ, მუშაობ ამაზე.
მომავალ წელს დაგამატებ იმ ადამიანების სიაში, ვინც მაინტერესებს. ეს არის სასტიკი უგულებელყოფა და ის წარმოუდგენლად მიმზიდველია. რატომ? იმიტომ რომ ეს გვიჩვენებს, რომ შენ ძლიერი ხარ. არ გჭირდება მათი დასტური იმის გასაგებად თუ ვინ ხარ. ადამიანი, რომელმაც იცის, რომ გულუხვია, იცინის, როდესაც მას ძუნს უწოდებენ. ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ჭკვიანია, იცინის, როდესაც მას სულელს უწოდებენ. თუ თავს იცავ მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგანად გეშინია, რომ ისინი შეიძლება მართლები აღმოჩნდნენ. მოდი უფრო ჩაუღრმავდეთ ურთიერთქმედების ფილოსოფიას. ყველა საუბარს აქვს მეტასტრუქტურა, ფარული არქიტექტურა. კონფლიქტში როგორც წესი არის მოსამართლე და ბრალდებული. მოსამართლეს ვამს კითხვებს. რატომ გააკეთე ეს? რაზე ფიქრობდი? ვინ გონია შენი თავი? ბრალდებული პასუხობს. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვფიქრობდი, რომ და ასე შემდეგ. გახსოვდეს, ვინც კითხვებს ვამს, მას აქვს ძალაუფლება. ვინც პასუხობს, სტატუსს კარგავს. ყველაზე მომაკვდინებელი ხრიკი არის უბრალოდ უარი თქვა ბრალდებულის როლზე და ხელში ჩაიგდო მოსამართლის როლი. ამას აკეთებ კითხვაზე კითხვით, ან მათი ქცევის გაანალიზებით საკუთარის ნაცვლად. ის გეუბნება, რატომ აგვიანებ ყოველთვის ასე? თავდაცვითი პასუხი. საცობი იყო, ან მაღვიძარა მარდარეკა. ფიორის მეგობარი კი უპასუხებდა. ძვირფასო, რატომ ახდენს ჩემი მოსვლის დრო გავლენას შენს განწყობაზე ასე ძლიერ? უცებ საათზე აღარ საუბრობთ. საუბრობთ მის ემოციურ სტაბილურობაზე. საუბრობ მის რეაქციაზე. შენ მასზე დააბრუნე ყურადღების ცენტრი. გეუბნებიან, რომ სასაცილო ხარ. უპასუხე. რატომ თვლი საჭიროდ რომ გამოიყენო მსგავსი იარლიღები შენი აზრის გამოსახატავად? ამით მას ფსიქოანალიზს რეალურ დროში უტარებ. ეს მანიპულატორს აცოფებს. მას უნდოდა რომ დაეჩაგრე. ამის ნაცვლად შენ მის გარშემო დადიხარ და აკვირდები როგორც ქილაში მოთავსებულ ექსპონატს. საინტერესოა რომ ამას ასე აღიქვამ. ალბათ ასეთი საუბარი უკეთესად გაგრძნობინებს თავს. როგორც ჩანს ამ საკითხში ძალიან ხარ ჩართული. ეს ფრაზები არის ფარები. ისინი აღიარებენ ხმას, რომელიც სხვა ადამიანის პირიდან გამოდის, მაგრამ არ იღებენ შინაარს. ეს არის საზღვარი, სიტყვიერი ძალის ველი. ეს მხოლოდ ტექნიკა არ არის. ეს არის სულიერი პოზიცია. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ სხვა ადამიანების აღქმა შენ შესახებ არ არის შენი საქმე. მათი ბრაზი, მათი პრობლემაა, მათი იმედგაცრუება, მათი პასუხისგებლობაა, რომ მართონ. როდესაც თავს იცავ, ცდილობ მათი ემოციური ტვირთი ატარო მათთვის. ცდილობ მათი გზნობები გამოასწორო. შეწყვიტე. მიეცი მათ საკუთარი ტვირთის ტარების საშუალება. ეხლა კი პარადოქსი. ზოგჯერ ყველაზე აგრესიული, თავდაცვითი, ძალაუფლების შემცველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლია, არის დაეთანხმო, მაგრამ არა ისე როგორც შენ გონია. ეს არ არის დამორჩილების თანხმობა, არამედ უფსკრულის თანხმობა. წარმოიდგინე, რომ ვიღაც გიყვირის, ჩამოთვლის შენს ნაკლოვანებებს, ცდილობს ჩხუბის პროვოცირებას. შენ თვალებში უყურებ და მშვიდად ამბობ. მართალი ხარ. და შემდეგ წვეთ ლაპარაკს. ან მართალი ხარ, ხანდახან რთული ვარ. ან მართალი ხარ, ეს მე გავაფუჭე. ამას ეწოდება დაბინდვის ტექნიკა. როდესაც თავს გესხმიან და ეთანხმები, მათ იმპულსს იპარავ. ისინი კარზე ათვებიან და მოელიან, რომ ის ჩაკეტილი იქნება. როდესაც კარს აღებ, სახით ეცემიან. მათ ჩხუბი უნდათ, მათ წინააღმდეგობა უნდათ. წინააღმდეგობა ამართლებს მათ ბრაზს, შეთანხმება ანეიტრალებს მას. მაგრამ ერთი ნიუანსი. შენ უნდა დაეთანხმოს სიმართლეს მათ განცხადებაში, დამცირების მიღების გარეშე, რომლის მიმაგრებასაც ისინი ცდილობენ მასზე. არის განსხვავება შეცდომის აღიარებასა და ხასიათის გაფუჭების მიღებას შორის. რანაირად აურია ანგარიში, როგორი არაკომპეტენტური ხარ? თავდაცვა. მე არ ვარ არაკომპეტენტური, მონაცემები არასწორი იყო. ფიორული სვლა. მართალი ხარ. ანგარიში არის შეცდომები. მე გამოვასწორებ მას. შეამჩნიე რა გამოვტოვეთ. შენ არ შეეხე არაკომპეტენტურ ნაწილს. მხოლოდ უგულებელყავი შეურაცხყოფა და მიმართე ფაქტს. აიღე პასუხისგებლობა მოქმედებაზე, მაგრამ არა იდენტობაზე. ეს უზარმაზარ თავდაჯერებულობაზე მიანიშნებს. მხოლოდ ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია თავის კომპეტენციაში, შეუძლია აღიაროს შეცდომა ასე მარტივად. დაუცველი ადამიანები სიკვდილამდე იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ შეცდომა არ დაუშვიათ. თავდაჯერებული ადამიანები ამბობენ, უი, ჩემი ბრალია და აგრძელებენ. ამას მტრის განიარაღება ეწოდება. თუ ხმალს დააგდებ, ის სულელურად გამოიყურება თავისი ხმით ხელში. ეს მას იალქნებიდან ქარს აცლის. ეს მას ისტერიულად წარმოაჩენს და შენ გაწონასწორებულად. გრძელვადიან პერსპექტივაში ისტორიას წერენ გაწონასწორებულები. თუმცა არც ერთი ეს მეთოდი არ მუშაობს, თუ მხოლოდ ტაქტიკურად იყენებ. თუ ამ სტრიქონებით საუბრობ, მაგრამ ხმა გიკანკალებს,
ან თვალები აქეთ-იქით გაგირბის, ან შენი შინაგანი ყვირის გთხოვთ, მომიწონეთ. ბნელი ფსიქოლოგია არის 20% სიტყვები და 80% არავერბალური ჩარჩო. შენ უნდა ააშენო შინაგანი არქიტექტურა სიჩუმის მხარდასაჭერად. ამას გამოყავართ ჭრილიდან. რატომ გტკივა, როცა თავს გესხმიან? იმიტომ რომ ისინი ეხებიან ჭრილობას, რომელიც უკვე იქ არის. რომ გითხრა მწვანე კანი გაქვს მეთქი, არ გაბრაზდები. იფიქრებ რომ გიჟი ვარ, თავს არ დაიცავ, გაიცინებ. მაგრამ თუ გეტყვი რომ წარუმატებელი ხარ და თავს დაიცავ, მხოლოდ იმიტომ რომ შენი ნაწილი ეჭვობს რომ შეიძლება მართალი ვიყო, საბოლოო დაცვა არ არის ვერბალური ტექნიკა. ეს არის თვითშემეცნება. ეს არის საკუთარ სიბნელეში ჩახედვა, საკუთარი ნაკლოვანებების აღიარება და საკუთარი ჭრილის მიღება. როდესაც იცი რომ ეგოისტობის უნარი გაქვს და ვინმე გეძახის ეგოისტს, შეგიძლია თქვა, ხანდახან მართლა ვარ ეგოისტი. როდესაც იცი რომ სისასტიკის უნარი გაქვს და ვინმე გეძახის სასტიკს, უთხარი, შენთვის შემიძლია ვიყო სასტიკი. ვერ შეარწყვენ ადამიანს, რომელმაც უკვე მიიღო საკუთარი თავი. ვერ გამოააშკარავებ ადამიანს, რომელსაც დასამალი აღარაფერი აქვს. ეს ნიშნავს ხელშეუხებლობას. ეს ნიშნავს, რომ შენ გააერთიანე საკუთარი თავის ის ნაწილები, რომლებსაც სხვები შენს წინააღმდეგ ცდილობენ გამოიყენონ. შენ გამჭვირვალე ხდები. მიიღე ჩემგან ერთი გამოწვევა. მომდევნო 7 დღის განმავლობაში ვითამაშოთ თამაში. თამაშს ქვია დაცვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მცირე იყოს ბრალდება, გეკრძალება საკუთარი თავის ახსნა. თუ აგვიანებ, თქვი რომ დამაგვიანდა. ნუ დაასახელებ მიზეზს. თუ ყავა გადაგეღვრება, თქვი, ყავა გადავყარე. ნუ დააბრალებ ჯიქას. თუ ვინმეს შენი არ ესმის, დაეარესმოდეთ. დაჯექი ამ დისკომფორტის ცეცხლში. იგრძენი სურვილი რომ გამოასწორო, მართო მათი აღქმა, იყო ძლიერი. დააგვირდი რა ემართებათ შენს გარშემო მყოფ ადამიანებს. დაინახავ დაბნეულობას, შემდეგ პატივისცემას, შემდეგ კი უცნაურ მაგნეტიზმს, რადგან ადამიანებს იზიდავთ გარკვეულობა და არაფერი ყვირის გარკვეულობაზე უფრო ხმამაღლა, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება ახსნა თუ რატომ არსებობს. დაიბრუნებ შენს ენერგიას. გამოდიხარ ბავშვის როლიდან და შედიხარ სუვერენის როლში. სამყარო შეეცდება შენს უკან დაბრუნებას. ის შეეცდება შენს პროვოკაციაზე წამოგებას. მას უყვარს რეაქცია. ნუ მიანიჭებ ამ სიამოვნებას. შეინარჩუნე შენი საიდუმლო, შეინარჩუნე შენი ძალა, შეინარჩუნე შენი დუმილი. თუ ეს ფილოსოფია ეხმიანება შენი გონების ბნელ ღმა ნაწილს, იმ ნაწილს, რომელსაც მობეზრდა სხვებისთვის თამაში, მაშინ იცი რა უნდა გააკეთო. გამოიწერე ფიორი, მაგრამ არა იმიტომ რომ მეკთხოვე. გამოიწერე იმიტომ რომ დაასრულო მტაცებლების სამყაროში მსხვერპლად ყოფნა. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწერე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.